აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ხონის მუნიციპალიტეტში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მიმდინარე უფასო სამედიცინო აქციის მიმდინარეობას გაეცნო. აქციის ფარგლებში სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა დევნილ ბენეფიციარებს უფასო კონსულტაციები და საჭირო გამოკვლევები ჩაუტარეს, ხოლო ექიმების დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტებიც უფასოდ გადაეცათ. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აქცია, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხონისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში გაიმართა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს. სამედიცინო აქციის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, დაავადებების პრევენცია და მათი ადრეული გამოვლენა. დღეს მქონდა ხონში და მარტვილში დევნილ კომპაქტურ ჩასახლებებში უფასო გამოკვლევები, გამოცდილი სპეციალისტების მხრიდან მოხდა კონსულტაციები, საჭირო დანიშნულებების განსაზღვრა და რის შემდეგაც ჩვენმა დევნილმა მოსახლეობამ მიიღო უფასო მედიკამენტები. სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, რადგან ჩვენი დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვა ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. საკმაოდ კვალიფიციური ექიმთა ჯგუფი არის ჩამოსული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის. სწორად აღნიშნეთ თქვენ, რომ მით უმეტეს პრევენციისთვის, როდესაც ადრეულ პერიოდში ჩვენ გარკვეულ დაავადების მიმართ უკვე ინფორმაცია ექნება პაციენტს, ჩვენს გვექნება ხო უკვე ამის მართვა უფრო გაცლებითი, აი ამაში ძალიან დიდი წვლილია, როდესაც ესეთი დღეები, ესეთი კვლევები ტარდება მუნიციპალიტეტში. მე ბედნიერად ვარ ჩემ თავს, რომ აი ამ შესანიშნავი ბატონების და ქალბატონების დახმარება შევძელი იმ სახით, რითაც შეიძლებოდა და მე მინდა რომ ხშირად ჩატარდეს ასეთი ღონისძიებები.